ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად. 140 არის შედგენილი რიცხვი. იგი წარმოვადგინოთ ერთისაგან განსხვავებული ორი რიცხვის ნამრავლის სახით 14 ჯერ 10. 14 და 10-იც შედგენილი რიცხვებია და შეგვიძლია ისინიც წარმოვადგინოთ ორი რიცხვის ნამრავლის სახით. 14 ტოლია 7 ჯერ 2-ის და 10 ტოლია 5 ჯერ 2-ის. ქვემოთ მოცემული ყველა თანამამრავლი მარტივი რიცხვებია. ამრიგად 140 დავშალეთ მარტივ მამრავლებად. 140 ტოლია 7 ჯერ 2 გავამრავლოთ 5-ზე და გავამრავლოთ 2-ზე. შედგენილი რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად ნიშნავს წარმოვადგინოთ იგი მარტივი რიცხვების ნამრავლის სახით. რიცხვის მარტივ მამრავლებად დაშლა შესაძლებელია სხვა სქემითაც. მაგალითად, დავშალოთ 160 მარტივ მამრავლებად. 160-ის მარჯვნივ იწერება მისი უმცირესი მარტივი გამყოფი 2. 160 გავყოთ 2-ზე კი არის 80. 80 იწერება 160-ის ქვეშ. 80-ის მარჯვნივ იწერება მისი უმცირესი მარტივი გამყოფი 2. 80 გავყოთ 2-ზე არის 40. 40 იწერება 80-ის ქვეშ. და ასე გრძელდება, სანამ მარცხენა სვეტში ბოლო განაყოფი არ მიიღება 1. მარჯვენა სვეტში მივიღებთ იმ მარტივ რიცხვებს, რომლებადაც იშლება მოცემული რიცხვი 160. ჩავწეროთ. 160 ტოლია 2 გავამრავლოთ 2-ზე, გავამრავლოთ 2-ზე, გავამრავლოთ 2-ზე, გავამრავლოთ 2-ზე და გავამრავლოთ 5-ზე და ეს ტოლია 2 ხარისხად 5 გავამრავლოთ 5-ზე. დავშალოთ 1100 მარტივ მამრავლებად. 1100 იყოფა 2-ზე, მივიღეთ 550, იყოფა 2-ზე, მივიღეთ 275, იყოფა 5-ზე, მივიღეთ 55, გავყავით 5-ზე, მივიღეთ 11, 11 კი იყოფა 11-ზე და არის 1-ის ტოლი. 1100 ტოლია 2 გავამრავლოთ 2-ზე, გავამრავლოთ 5-ზე, გავამრავლოთ 5-ზე და გავამრავლოთ 11-ზე. და ეს ტოლია 2-ის კვადრატი გავამრავლოთ 5-ის კვადრატზე და გავამრავლოთ 11-ზე.